ჯუმბერ თავერთქილაძე გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს სხვა პოლიტიკური სუბიექტების მსგავსად მხარდაჭერას უცხადებს ნაციონალური მოძრაობის მიერობის კანდიდატს აბსურდულს უწოდებს. ხალხის პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ამის შესახებ ერთ-ერთი ტელეკომპანიისგან შეიტყო, რის გამოც იძულებული გახდა პოზიცია დაეფიქსირებინა და მხარდაჭერა სახელისუფლებო პარტიის კანდიდატის სასარგებლოდ გამოეხატა. თავერთქილაძის განცხადებას ნაციონალურ მოძრაობაშიც გამოეხმაურნენ. გუშინ ამირეკა ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ და სურდა გადაცემაში მიწვევა ფაქტთან დაკავშირებით, რომ თითქოს მე ვჭერდი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს მხარს. ეს არის სრული აბსურდი, ეს არის სრული სისულელე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობიდან გამომდინარე და მინდა გავაკეთო განცხადება სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ლოგიკურად მიმაჩნია თუ ამ არჩევნებში გაემარჯვებს 41 ნომერი ქართველი ოცნებაში. მას შემდეგ რაც გუშინ მერაბ ხიმშიაშვილმა ერთობის დარბაზმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ის მხარს უჭერს გიორგი დიასამიძეს მეორე ტურში, როგორც ჩანს, მთელი სახელმწიფო მანქანა სუსის ხელმძღვანელობით ჩაერთო ამ ამბავში, რომ სხვა კანდიდატებსაც არ მიებაძათ მერაბ ხიმშიაშვილისთვის და როგორც ჩანს, დღეს ძალიან სასაცილო განცხადება გააკეთა ჯუმბერ თავერთქილაძე. ახლა მე გავიგე ის, რომ ვიღაცა მაბრალებს ვიღაცას მხარდაჭერას და ამიტომ გამოვიდა და თქვა, რომ ოცნებას უჭერ მხარს, სასაცილოა მე მგონი. უწოდე ბატონ ჯუმბერს, არ ჭირდებოდა მას რაღაც ამხელა ლეგენდების შეთხზვა, თავისუფლად შეიძლება გამოსულიყო და ეთქვა, რომ ის მხარს უჭერს გიორგი ერმაკოვს, იმიტომ რომ ის არის ხელისუფლების კანდიდატი.